მოგესალმებით, მე ვარ ლეონ დულიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება if პირობა. If პირობა გამოიყურება ასეთნაირად, ჯერ წერთ ifs, შემდგომ მოწონდება პირობა, თუ ეს პირობა იქნება ჭეშმარიტი, ანუ true, შესრულება იმ შემთხვევაში შიგნით მოცემული ეს კოდი. ანუ რა კოდიც გვინდა რომ შესრულდეს. ხოლო ამ if-ის შიგნით შეზღუდავს ვადებთ, ანუ რა უნდა შესრულდეს, ანუ შემოვღობავთ აი ამ ჭხილებით. აი ეს. და აქ შეგვიძლია დავწეროთ კიდევ ერთი კოდი. და თუ ეს პირობა იქნება ჭეშმარიტი, შესრულდება ის კოდი, რაც ამ ჭხილებში იქნება ასე ვთქვათ მოქცეული. ანუ ძალიან მარტივია. თუ ქართულად ეგრე პირდაპირ გადავთარგმნოთ, თუ პირობა არის ჭეშმარიტი, ამ შემთხვევაში შეასრულე ეს კოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემოხვიდე ამ ადგილას და გაიარე შეასრულე სხვა შემდგომი კოდი. და იმ შემთხვევაშიც, თუ ეს არის ჭეშმარიტი, შეასრულე ეს კოდიც და ანალოგიური შეასრულე ეს კოდიც. მოდი გავაკეთოთ რაიმე მაგალითი. მაგალითად ავიღოთ საათი, რომელიც არის ასე ვთქვათ 17 საათი. პირობაში დავწეროთ ახლა ესეთი რაღაც. თუ საათი ნაკლებია 18-ზე, ესე იგი ეს არის დღე, ხო? აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რაღაცა. კონსოლში დავბეჭდოთ. არ მოდი აქ შევქნი ახლა ცვლაც. რომელიც უდრის თავიდან null-ს და აქ მოვანიჭებ თუ საათი ნაკლებია 18-ზე, ეს უდრიდეს good day. იბატონო. და შემდგომ დავბეჭდოთ ეს greeting-ი. ანუ მისალმება. დავასეივოთ, მოდი გავუშვათ. აი ესე. ნახოთ ინსპექტი რა ხდება. Require color name ესე შუაშია. ნახოთ. ეს საიდან მოვიდა. დავასეივოთ. როგორც ხედავთ, დაწერა good day, იმიტომ რომ ეხლა არის 5 საათი. მაგალითად არის 20 საათი, ამ შემთხვევაში დაწერს null-ს. ხო? ანუ მივხვდით if-ი როგორ მუშაობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა რაღაც არ გამოდის კარგად, ხო? ჩვენ გვაინტერესებს რომ 18 საათზე ნაკლები თუა დაწეროს good day, მაგრამ თუ 18 საათზე მეტია, ესე იგი უკვე საღამოა, ხო? აქედან გამომდინარე, if-ს აქვს კიდევ ესეთი პირობა, else-ი. და შემდგომ ამ else-ში შეგვიძლია დავწეროთ შემდეგი პირობა. თინგი უდრის good evenings. ახლა ეს else როგორ მუშაობს? if-ი თუ არ შესრულდება, ანუ ეს პირობა თუ არ არის ჭეშმარიტი, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში შემოვა else-ში. ანუ საკმარისია ეს იყოს false-ი, აუცილებლად სრულდება else პირობა. მოდი დავასეივოთ და გავუშვათ. როგორც ხედავთ, დაწერა good evening-ი,
რადგან ჩვენ აქ მივუთითეთ 20 საათი. მოდი მივუთითოთ ისე 10 საათი სიტყვაზე და დაწერა good day. ანუ საღამო არ არის. საგმარისია ახლა 18 საათიც კი იყოს დაწერს good evening. აი. რადგან აქ ჩვენ პირობა გვიწერია საათი თუ ნაკლებია 18-ზე. ჩვენ რო წეროდა აქ ნაკლებია ან ტოლი, ამ შემთხვევაში დაწერდა good days. დავასეიროთ, ნახოთ. good day. კი ბატონო. ეხლა აქ კიდე ერთი შემოდის დამხმარე if-ში. ეს არის else if. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ if-ი არ შესრულდება, აუცილებლად შესრულდება else, ხო? ჩვენ ახლა გვაძლევს else if-ი ისეთ შესაძლებლობას, რომ შეგვიძლია შევამოწმოთ მეორეთიც, ანუ თუ ეს პირველი if-ი არ შესრულდაო, შეგვიძლია უთხრათ, რომ აბა ეს if-ით შეამოწმოს. ანუ else if-ი მაგალითად, მოდი გავაკეთოთ ესე. ეს იყოს good morning. აქ იყოს ანუ საათი თუ ნაკლებია 12-ზე, ესე არის good morning. თუ 12-ზე ნაკლები არ არის და სიტყვაზე საათი ნაკლებია საათი ნაკლებია 18-ზე, ესე იგი ეს არის good day, ხო? good day. კი ბატონო. შემდგომ else-ის შემთხვევაში იყოს ეს. ანუ ეს სამივე პირობა უკვე საკმარისია. ან დილა უნდა იყოს, ან შუადღე, ან საღამო. კი ბატონო. ნუ ამ შემთხვევაში გამოვა good day-ისე საათი თუ არის 11, დილის 11, ასე ვთქვათ, გამოვა. ისე good day გამოვიდა, იმიტომ რომ ეს არ დამისეებია. good morning, ანუ დილის 11 საათი უკვე დილა და უკვე 18-ზე მეტი საკმარისია იყოს, უკვე საღამო არის. ანუ 6 საათზე შემდგომ უკვე საღამოთ ითვლება. მაგალითად იყოს 19 საათი, ანუ 7 საათი. ანუ უკვე საღამოა. ანუ აი ასეთნაირად მუშაობს if-ი, else-ი და else-ი. ანუ აი კიდევ უფრო კარგად რომ მივყვეთ. if-ი თუ არის ცდარი, ამ შემთხვევაში შემოვა else if-ში და შეამოწმებს ამ პირობას. თუ ეს პირობა არის ჭეშმარიტი, ამ შემთხვევაში else-ში აღარ შედის და პირდაპირ სრულდება, ანუ ამ მთლიან კოდს უგულებელ ობს და ჩამოდის დაბლა სრულდება. else if თუ ჭეშმარიტია, ხოლო თავის შიდა კოდი შესრულდება, რაც თავის scope-შია, ანუ ამ ფრჩხილების შუაში მოქცეული, ამას შეასრულებს და აღარც else აღარ დაელოდება. ანუ ამ შემთხვევაში აქ თუ კიდე ერთი else if-ი გვექნებოდა, ხო? და ეს იქნებოდა ჭეშმარიტი, ამას აღარ შეამოწმებდა, არც else-ში აღარ შევიდო და პირდაპირ გაგრძელდებოდა კოდი. შესრულდებოდა ის, სადაც ჭეშმარიტი იქნებოდა. ანალოგიურია if-ის შემთხვევაში, if-ში ეს თუ ჭეშმარიტია, აღარ მოწდება ესენი, ეს პირობები და პირდაპირ მიდის კოდი. ეს იყო if-ი, else if-ი და else-ი. ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი ამით დასრულდა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.